Mali wიყიდე უწამლოთ მოკვდები თუ წამალი ვიყიდე შიმშილით მოკვდები სიღარიბე კი არა ღატაკები ვარ იმას 13000 აქვს ხელფასი და მე მაქვს 300 ლარი პენსია როგორ დაინახავს ვერ დაინახავს ის სანამ ჩემ დონეზე არ მოვა მანამდე ვერ დაინახავს სიღატაკის პენსიიდან პენსიამდე წამალის პური ძლივს ყოფნის მე სესხულობ მეზობლისგან 20 ლარს ამ რაღაცას კაპიკებს რომ მე ჩავასესხო როგორ ვახერხებ ნახევარად მშიერი კაპიკებზე რაც მინდა გულით იმას ვერ ჭამ ვერ უყიდრო იმას იმიტომ რომ ყველაფერს ცეცხლი უკიდია მაღაზია გინათ ფაბჩაკი გინათ თავიანთ ჯიბეშია ეკონომიკა გადიდებული ხალხი არ არის გადიდებული თავიანთ ჯიბებზე ანგარიშობენ აუტანელი სიტუაცია ძალიან აი ეგენია ხალხს ვერ ხედავენ ალბათ რომ აი ამოვიდნენ ნახოთ ავდეშინია ცოდვა ხალხი მე ჩემი ხალხელი მე და მესოდვა თორემ იმათ ფეხებზე ვკიდი გორჩა მივიდივარ მეუბნებიან რომ ორშაბათს უკვე ფასები ემატება და თუ შეგიძლია რომ ცოტა მეტი იყიდო აი 10 წალი კვერცხის ყიდვა 4 და 60 თეთრად შეგიძლიათ რას ლაპარაკობ რას 80 თეთრიღის რას ლაპარაკობ ურმაც მოიმატა შაქარმაც მოიმატა რასაც მე ვყიდულობ ხორცი ხო საერთოდ ლაპარაკის ზედმეტია აი ხორცზე მინდა კითხოთ გუშინ კობახიძემ თქვა რომ 9 კილოგრამი საქონლის ხორცის ყიდვა არის შესაძლებელი ათვარადო და არის ბაზარში არა რას ლაპარაკობ ბილი ხორცში მივეცი 38 ლარი აი რბილ ხორცზე ამბობდა რომ ათვარად არის შესაძლებელი არა მე რას ლაპარაკობ